ასაკრძალი პარტიების სიაში არ არის გიორგი გახარიას გუნდი. არადა მუხარა ამის შესახებ ქართული ოცნებისგან არაერთხელ გაჟღერებულა. რატომ დარჩა ეს სურვილები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებად? სარჩელის ავტორები ღიად ამბობენ, რომ მიზეზი ერთპარტიულ პარლამენტში ოპოზიციური ფლანგის ათვისება. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რის გამოც ოცნება ოპონენტებს პოლიტიკური ველიდან გაქრობას უპირებს და ამას სარჩელშიც აღნიშნავს, სწორედ დე-ფაქტო ხელისუფლების არაღიარება. დღეს დაესწრო პირველად პარტია საქართველოსთვის 12 დეპუტატი მე-11 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომას. მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოგიწევთ თავის მართლება, რომ ნაცები არ ხართ. ასეთი დახვედრა მოუწყვეს ოცნების დეპუტატებმა მათ. დანდობა ლეგიტიმაციის აღიარების სანაცვლოდ იყო თუ არა ეს გარიგება. სალომე ლაბაძე გვერდება ამჯერად პარლამენტიდან და გაგვაცნობს გიორგი გახარიას თანაპარტიელების განცხადებებს. საქმე შესაძლოა სწორედ გარიგებასთან გქონდეს ამის შესახებ ეჭვი თავად შალვა პაპუაშვილის განცხადებებაც გააღრმავა, რადგან ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში არ მოხვდა იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ოცნების პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ჩვენ შეკითხვები გიორგი შარაშიძეს დავუსვით, ის ერთ-ერთია იმ 12 პირს შორის, რომელიც გახარიას პარტიის სახელით უკვე არის წარმოდგენილი ქართული ოცნების პარლამენტში. შარაშიძეს ვკითხეთ, უძღოდა თუ არა აქ შემოსვლის გადაწყვეტილებას რაიმე კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ, რის აპასუხოდაც შარაშიძე გარიგებასთან დაკავშირებულ ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებს და მეტიც ის ამბობს, რომ გარიგებას ადგილი შესაძლოა ჰქონდეს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ეს პასუხი გახარიას პარტიისგან უკვე ტრადიციულ პასუხად იქცა და ახლაც, როცა ქართულმა ოცნებამ პირდაპირ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას აპირებს და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯიც გადადგა საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების და სარჩელში სწორედ ნაციონალური მოძრაობის ჩაწერის სახით გახარიას პარტიაში ისევ გვარწმუნებენ, რომ გარიგების ნიშნები სწორედ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის უნდა ვეძებოთ და რომ ამ ორი პარტიის დაპირისპირება მაინც ყალბია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, როცა წავედით არჩევნების გზით, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენმა გამოაცხადა ბოიკოტი და მაშინ თუ ვწდები საერთოდ არც იყო საუბარი ამ საკონსტიტუციო პროცესზე პარტიების აკრძალვის და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ პარლამენტში შემოსვლის. რასთან დაკავშირებით? ვიცით თქმა გინდათ, რომ ეხლა რაღაცა ერთმანეთში არა, როგორ გეკადრებოდეთ? რა გარიგებაზე საუბრობთ ახლა, როგორ გეკადრებოდეთ? ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა შედეგისთვის ვიყავით მზად. და ეხლა ოცნების ლოგიკას ჩვენ ვერ ხსნით და რადგან ვერ ხსნით, ამიტომ იქნებ მათ ახსნან. დრო აჩვენებს აი ეს საკონსტიტუციო კამპანიის და პარტიების აკრძალვის კამპანია. სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი უკაცრავად და ფეიქ კამპანია ხომ არ არის ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, ხო? გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში თავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ ხრივ ასე ვთქვათ, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლა. ჩვენ არა, საუბარი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე. შალვა პაპუაშვილს ჩვენ დღეს ის მძიმე ბრალდებებით შევახსენეთ, რომლებიც ქართულ ოცნებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღმოაჩნდა. ამ ბრალდებების შესახებ გახსოვთ, რომ ცნობილი გახდა თია წულკიანის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, რასაც დაეყრდნო კიდეც თუ ოცნების ლიდერებს დაუჯერებთ მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ. მაგალითად, თია წულკიანის კომისიიდან გვახსოვს, რომ გიორგი გახარიას აქ ედავებოდნენ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასაც კი. გახსენებთ ჩორჩანის ეპიზოდს, რასთან დაკავშირებით ოცნების პროკურატურამაც კი დაიწყო გამოძიება, თუმცა ყველა ეს პრეტენზია ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარიას მიმართ შეიძლება ითქვას, რომ დაივიწყა და დღეს შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ გითხრა, რომ ეს მძიმე ბრალდებები გადაწონა ამ პარტიის გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ შემოსულიყვნენ ქართული ოცნების პარლამენტში და მუშაობა ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატების გვერდით გაეგრძელებინათ.